კიდევ ერთხელ დაგთავაზობთ მაიკ სალა და GPS ვიდეოს მოკლედ სოფლიოს მოვლენებზე. მაშინ დავიწყოთ. მაიკ სალა ამბობს, რომ ახლა ბევრი ხალხი კითხულობსო იმაზე თუ რა ხდებაო ირანში და კითხულობენ თუ იქ ირანში რატო შევიდაო შედარებული შტატები და სიმართლე არისო თუ არა ის, რომ ტრამპი არისო ნეტანიაჰუს მარიონეტკა. შეგახსენეთ, რომ ნეტანიაჰუ ეს არის ისრაელის პრეზიდენტი. თუ კულისებს მიღმა ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, მე ვიფიქრე და ის განახლება, რომელიც შენ გააკეთე ჯონის მისიასთან დაკავშირებით, დაგვეხმარება გავერკვეთ საქმეში. ჯიპე პასუხობს, დიახო, ეს დაკავშირებულია გოლიათებთან, საერთოდ ყველა ამ გოლიათებთან, რომლებიც არიან ჩრდილო ამერიკაში. მაგათმა ნახესო, მიაგნესო გოლიათებს წითური თმებითო, მგონიო ინდიელებმა უпростоრად დაწესო ისინი. მაიკ სალა ამბობს, ხო, დიახო, წითური თმებიანი გოლიათები წითური თმებიანი გოლიათებს პოულობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამერიკის შტატებში დიახო ძალიან ბევრი წითური თმიანი გოლიათები ნახესო, გვტრები და მაიკ სალა მიუბრუნდა GPS და ეკითხება, თქვენ ხო ნახეთო ის წითურთმიანი გოლიათი, რომელიც სტაცისურ კამერაში, ანუ კაფსულაში იწვაო, ანუ ეძინა. ახლა მე თქვენ განახებთ გოლიათს, რომელიც იყო სტაცისურ კამერაში, მანამ სანამ არ გარდაიცვალა. აი ამ გოლიათზეა საუბარი. ნახეთ? წითური წვერებით აგერა ეს გოლიათი მაგრამ თქვენ რომ დაბრუნდით, ის მისია, რომელშიც თქვენ გარდა თქვენთან ერთად 9 ადამიანი მონაწილეობდაო, თითქოს ის გოლიათი დაიკარგა. ჯიპი ამბობს, რომ ხო, ჩვენ გვეგონაო, რომ ჩვენ გადავედითო ახალ ერაში, რადგან ის გოლიათი გაქრაო. რადგან ჩვენ გავედითო ადგილს, ის ადგილი გაუვლიათ, რომელსაც უწოდებენ დროის გარდატეხვას. დროის, როგორ გითხრათ, разлом времени. მოხდენ სადღაც დროის ხელში. ხო, ესენი მოხდენ სადღაც დროის ხელში. ერთი წუთით დავაყენებ ამას კარგად. აჰა, უკეთესია. როდესაც მაგ კარიბჭებში გადიხარო, დროს ხანერად მეედინებაო. ამიტომ როდესაც მე ვნახეო ინდიელები 10 ცეკები როგორ შედიანო კარიბჭეში, მე მახსოვსო, რომ დრო შეიცვალაო. იგივე განმეორდაო, როდესაც მე მოხვდიო ჭიანჭველების სამეფოში. როდესაც შედიხარო ჭიანჭველების სამეფოში, სხვათა შორის ამ ჭიანჭველების სამეფოზე მე მიდეს ერთი ვიდეო, სადაც ჯიპი ეყვება თუ როგორ მოხდა ჭიანჭველების სამეფოში და ბევრ რაღაცას ყვება. მაქვს ასეთი ვიდეო დადებული. და იმ ჭიანჭველების სამეფოში დროს ხანერად მეედინება. და როდესაც შენ ბრუნდები უკან, დრო უკვე ისეთი არ არის, როგორც იყო შენ წასვლამდე. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ეს კარიბჭეები ყველგან ჩნდებაო. ამერიკის ტერიტორიებზე და მთელი მსოფლიოს ტერიტორიებზე. DJ ამბობს, რომ ალბათ ამის გამო დავდივართო ჩვენ სხვადასხვა ადგილებში და შენ ხომ არ იციო ეს სად ნახეო. შენ მაიკ სალა ეუბნება GPS, რომ შენ ხომ არ იციო ის გოლიათი სად ნახეო სტაზისურ კაფსულაში რომ იწვაო. ჩვენ ვიცითო, რომ ირანი არისო ძველი ცივილიზაცია და ცნობიერება, ადამიანების ცნობიერებაო იქ მიდისო ძირფესვიანად წარსულში. და მათ აქვთ წლობა ასეთ ნივთებთან. ხო, ჯიპი თქვა ჩვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს. და ახსენებს მაიკ სალა, შენ ხომ გახსოვს, რომ ვებინარი გაქვს. მაიკ სალა ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადაო, რომ აპირებსო ყველა დოკუმენტების გასაჯაროვებას N. ლეოსთან დაკავშირებით.
უცხო პლანეტელებთან დაკავშირებით და მთავარმა მინისტრამ თქვა რომ დიახო ვადასტურებო რომ ეს მასიაო ასე რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე ხო ობამაც კი თქვაო ეს აზრი გამოთქვაო რომ უცხო პლანეტელები არსებობენო ტრამპმა კი საყვედური თქვა ობამას უთხრა საყვედური რომ მან დაარღვია უსაფრთხოების წესი და GPA ამბობს რომ როდესაც ეს ყველაფერი გასაჯაროვდება უცხო პლანეტელებთან დაკავშირებით ხალხი აღტაცებული იქნებაო რასაკვირველიაო ბევრ შეშინდებაო როდესაც ადამიანებს ხალხს ეტყვიანო არსებებზე რომლებიც არსებობენო სივრცეთა შორისო სივრცეში მე რაღაცა სხვა დაუდა გამომივიდა ხო როდესაც ხალხს მოუყვებიანო იმ არსებების შესახებ რომლებიც არსებობენო კოსმოსში ამ სივრცეთა შორისო სივრცეში უпростоრად ამ galaktikul სივრცეში ხალხი ჩავარდებაო შოქში თქვენო GPA-ს მიმართავს მაიკ სალას გაგიგიათო რომ ვატიკანიც ითამაშებს ამ საკითხში მნიშვნელოვან როლსო დიახო მაიკ სალა პასუხობს დიახო მე გავიგიო რომ ვატიკანიც აპირებსო თავისი წინის შეტანას ამ ამბის გახსნაშიო ხო ეს მოკლე ვიდეო იყო საერთოდ და ამიტომ რამე სიტყოდენ მეგონა მაგრამ რა თქვეს ის ინფორმაცია რაც DJ-მ გადმოცა ახლა მსმენელებს არანაკლები ინფორმაცია კარგი ამით ეს ვიდეო დამთავრდა მადლობ ყურადღებისთვის დროებით